ასეთი კადრები თბილისისთვის უცხო არ არის. მსუბუქ ავტომობილსა და მუნიციპალურ ავტობუსს შორის ავტოსაგზაო შემთხვევებით გასულ წელს მიღებული ზარალი სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით 6 მილიონს აჭარბებდა, საიდანაც თითქმის 4 მილიონი ლარი ავტობუსის მძღოლის ბრალეულობაზე მოდიოდა. დაზიანებული მუნიციპალური ტრანსპორტის შეკეთებაზე ჯარიმები ხშირად რამდენიმე 1000 ლარს უტოლდება, რომლის გასტუმრებაც მძღოლებისთვის ძიმე ფინანსური წნეხია. როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი ხდება საგზაო შემთხვევის ერთ-ერთი მონაწილე, ამ დროს დაზარალებულ პირებს სადაზღვევო კომპანიები სხვადასხვა თანხებს ხოვენ. ეს შეიძლება იყოს არაადეკვატური თანხა იმასთან მიმართებაში, რომ ზარალი არ ყოფილიყოს რეალურად ამდენი, როცა არარეალურ თანხას მოვითხოვთ, ამ შემთხვევაში სასამართლომდე მეზის საქმე, თუ ადამიანს არ აქვს შემოსავალი, რითი გადაიხდის ხომ, ანუ ეს ფაქტიურად ამოუღებელი თანხები რჩება ჩვენი მოსახლეობიდან, ამიტომ კარგი იქნება, რომ რაღაც ადეკვატური თანხები იყოს სადაზღვევო კომპანიების მიერ დათვლილი და გაწეული იმ ხარჯი და მომსახურების, რაც რეალობაში ესამამება. თბილისის მერის ბალანსზე არსებული 1000-ზე მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალება 2025 წლიდან კომპანია Global Benefit Georgia-შია დაზღვეული. 600,000-ზე მეტი ღირებულების ხელშეკრულებას ხელი წლის დასაწყისში მოეწერა. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის წერილობით პასუხში ვკითხულობთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დადგომისთანავე პროცესებში საპატრულო სამსახურთან ერთად უწყების წარმომადგენლები ერთვებიან და ზარალის ანაზღაურება. ავარიაში დამნაშავეს ეკისრება. დაზღვევის პირობებში კი მძღოლის ბრალეულობით მიღებულ ზარალს სადაზღვევო ანაზღაურებს და სხვა შემთხვევაში ზარალის ანაზღაურება მესამე პირის ვალდებულება ხდება. აქტის საფუძველზე ზიანის ანაზღაურებას ვთხოვთ ბრალეულ პირს, მესამე პირს ან და ავტობუსის მძღოლს. ასევე კომპანიის ხელი ხაზი მძღოლის ბრალეულობის შემთხვევაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციას ატყობინებს სადაზღვევო კომპანიას. მძღოლის მიერ მესამე პირზე მიყენებულ ზიანს ანაზღაურებს სადაზღვევო კომპანია. M3 კატეგორიის ავტობუსით მომხდარი საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა თუ გამოწვეულია კომპანიის მძღოლის ბრალეული ქმედებით, მის მიერ კომპანიის ან და მესამე პირის მიმართ, იმ შემთხვევაში, როდესაც მესამე პირის წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევის ხელშეკრულების ფარგლებში არ იფარება ზიანი, ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობა განისაზღვრება მიყენებული ზიანის 20%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 500 და არაუმეტეს 5,000 ლარისა. იმ შემთხვევაში, თუ მიყენებული ზიანის ოდენობა არ აღემატება 500 ლარს, ასანაზღაურებელი თანხა განისაზღვრება ზიანის სრული ოდენობით. სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის ხელმძღვანელი დევი ხეჩინაშვილი გვიხსნის, რომ ამ კუთხით სადაზღვევო კომპანიები გამოწვევებს ნაკლებად აწყდებიან. მისი თქმით, საკითხი პრობლემურია დაზღვეული ავტომობილის მძღოლებისთვისაც, ისევე როგორც დაზღვევის არ მქონეთათვის, რადგან ზარალის ანაზღაურება დადგენილი ლიმიტის ფარგლებში ხდება, რომელიც ხშირ შემთხვევაში ზარალს სრულად ვერ ფარავს. მისი შეფასებით გამოსავალი სავალდებულო დაზღვევის შემოღებაშია, რაზეც მუშაობა არაერთი წელია უშედეგოდ გრძელდება. სადაზღვევო იხდის იმ ლიმიტის ფარგლებში, რაც აქვს. ეს ლიმიტები როგორც წესი არ არის დიდი, 5,000 ლარი, 10, ამას იხდის სადაზღვევო. რაც იმის მიღმა, იმას სადაზღვევო ვეღარ გრძნობს. მაგრამ რასაკვირველია, ადამიანები იჩაგრებიან ამ დროს, მაგრამ იჩაგრებიან ვიღაცის მიმართ გამო კი არა, თვითონაც ვერ მოიფიქრეს ეს და მთელი მსოფლიო სწორედ მაგითო გამოდის, სავალდებულოა ეგეთი ამ დროს კანონების ქონება, რომელიც ანას ნორმალური ლიმიტით აანაზღაურებს. მაინც ერთადერთი გამოსავალია, როგორც თქვენ თქვით, ავტომფლობელთა სავალდებულო პასუხისმგებლობა დაზღვევა და ლიმიტები ნორმალური, აი გააზრებული, გონიერი ლიმიტები, რომელიც ზარალის უდიდეს ნაწილს ფარავენ. ფონდი პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის დირექტორი ავტობუსების მძღოლების გადამზადების აუცილებლობაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ რისკების გადაზღვევისთვის კვალიფიკაციის გაუმჯობესება აუცილებელია. ირაკლი იზორიას თქმით, რისკებს საავტობუსო ზოლებში სხვადასხვა ტიპის ტრანსპორტის გადაადგილების დაშვებაც ზრდის. ერთად მოპედების დაშვება რომ მოხდა საავტობუსო ზოლებში, ეს ადამიანები ყოველგვარი მაჩვენებლის, არ ვიცი, ყოველგვარი საგზაო წესების დარღვევით, მე ყველაზე არ ვსაუბრობ, რა თქმა უნდა, მაგრამ არის გარკვეული კატეგორია, რომლებიც ყოველგვარი დარღვევით შედიან ასეთ ზოლებში და ამ დროს შეიძლება მძღოლის უცებური ინსტინქტით მოხდეს ეგრეთ წოდებული საჭის გადაყვრა და საგზაო შემთხვევის გამოწვევა, რომელიც შემდგომ არსად არ ფიქსირდება და როცა მოვა პატრულ ინსპექტორი და დავადგენთ, რომ თურმე მძღოლის ბრალეულობა ყოფილა. ანუ ერთი ხელის მოსვლით ამას ვერ ვიტყვით, რომ ყველაფერი მძღოლზე ჯოხი გადავტეხოთ, თუმცა რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი არის ყოველ ესე სისტემატიური, ყოველწლიური თუ ყოველ ნახევარწლიური, ესე რომ ვთქვათ, გადამზადებები. Global Benefit Georgia ამ ეტაპზე დედაქალაქის ბალანსზე არსებული 1059 სატრანსპორტო საშუალების დაზღვევას ითვალისწინებს. სტატისტიკის მიხედვით, 2023-24 წლებში ავტობუსთან დაკავშირებული 4669 საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა აღირიცხა, საიდანაც ნახევარი ავტობუსის მძღოლის, ნახევარი კი მსუბუქი ავტომობილის ბრალეულობით იყო გამოწვეული. სტატისტიკის მიხედვით, ზარალის დიდი წილი მაინც ავტობუსის მძღოლების ბრალეულობით მომხდარ ავარიებს უკავშირდება.